ჩვენ ვაპარაკოთ 7 ნოემბერზე, მაგრამ 1 ნოემბერები ავიწყებდა ყველას 500,000-მდე რაღაც მე იმის მონაწილე ვარ და ვიცი იქ რამდენი ადამიანი იყო გამოსული უზარმაზარი 7 ნოემბერს დაგვარბია მიშამ ორჯერ მიშა რასაკეთება მიშა სასტიკად პირდაპირ სპობდა ტელევიზიებს შემოვარდებოდა სპეცნაზი აგრძალავდა დაამტრევდა და ძალიან უხეშად მაგრამ ეს რეჟიმი ძალიან ფრთხილად მუშაობს ხო თან დაიხვეწა ეს მეთოდები ძალიან დააც უყურეთ რასაკეთებენ ცდილობენ რომ ყველაფერი რა ქვია შენიღბონ კანონიერების ხო უკანონობა დააკანონონ ან სხვანაირად ამას უწოდებენ ესე იგი თითოეულ კონსტიტუციური რეჟიმია სინამდვილეშია ცრუ კონსტიტუციონალიზმი შეიძლება ამ რეჟიმს ასაც ჩვენ დავარსებოთ ამას ცრუ კონსტიტუციონალიზმი შეიძლება უწოდოთ როდესაც არასამართლებრივი ქმედებების დაკანონება გამართლება ხდება სამართლებრივი და კონსტიტუციის მეთოდებით დღეს ანუ პრაქტიკულად ესე იგი აი ამ წერტილში მოვედით ისევ ხმის ამოღება დანაშაულადაა გამოცხადებული პროტესტი და ხმის ამოღება არაკონსტიტუციურია პირდაპირ აი ნათია შენ ესე იგი სწორი რაღაცა შენიშნე რომ ესე იგი სააკაშვილის დროს ხო როდესაც თქვა არ ვიცი აი ეს კეთდებოდა ხო ამას არ ქონდა კანონიერი საფუძველი ამათმა ესე იგი ეს ბჭყალებში კანონიერი საფუძველი შექმნეს ანუ კანონი მიიღეს რომ ესე იგი შენ ხმის ამოღება აღარ შეგილია რა და ესე იგი დღეს ახლა როდესაც გაჩუმებენ უბრალოდ იმას გეუბნებიან რომ აი ჩვენ კანონს აღვასრულებთ ხო